მოგესალმებით, ფაქტიურად გიბრუნდებით წინა ეპიზოდიდან, რომელშიც განვიხილეთ CF Moto 300 NK და დარწმუნებული ვარ, იქ ჩვენს მინიშნებებს ყურადღება არავინ არ მიაქციეთ. გულისხმობ გაკოტრებულ ბრენდსა და სხვა ინდუსტრიაში შემოპარულ ბრენდებს, მაგრამ ჩვენ პირობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვასრულებთ. ეს მოტოჰოლიკია, მე ნიკა ჭითანავა ვარ და ეხლა შევუდგეთ საინტერესო თემას. ზოგადად ჩინური ბრენდები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს არც საქართველოში და არც საქართველოს გარეთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველაფერს არ და ვერ შეეხება და არსებობს ისეთი წარმოებლებიც, რომლებიც დიდი სანდოობით და საიმედოობით გამოირჩევიან. ჩვენ წინა ეპიზოდშიც და ამ ეპიზოდშიც სწორედ CF Moto ყავს წარმოდგენილი და რას მინდა გაისვას ხაზი. CF Moto ზუსტად ის და იმ ჩინურ ბრენდად ითვლება, რომელიც სანდოობას და ხარისხს აუცილებლად გვპირდება. და რაც მთავარია და ყველასთვის მნიშვნელოვანია, ეს მოტოციკლეტები თითქმის ევროპულ ხარისხს გვთავაზობენ ევროპულ მოტოებზე მისაღებ ფასად. CF Moto არაა ერთადერთი ჩინური მწარმოებელი, რომელიც ევროპულ ბრენდებთან კოლაბორაციით წლების მანძილზე აუმჯობესებდა ხარისხს. შესაბამისად, აქვე უნდა ვახსენოთ QJ მოტორი, რომელიც არის ოფიციალურად იტალიური ბრენდის Benellis მფლობელი და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი CF Moto, რამდენადაც ვიცით, თანამშრომლობს KTM-თან, მას მიუწვდება ხელი მის დიზაინზე, პატენტებზე, ნაწილებზე და ყველაფერი შეუძლია რომ კოლაბორაციით გააკეთონ. ასევე არის QJ Motors შეუძლია რომ ისარგებლოს Benellis დიზაინით, ნაწილებით, ყველაფრით. სასიკეთოჩი, რა თქმა უნდა, ძირითადად ბრენდზე და მარკეტინგზეა საუბარი. აქვე შეგვეძლო გვეხსენებინა ჩვენთან გაპოპულარულებული ზონტესი, რომელიც სხვათა შორის შეგიძლიათ ჩვენს სკოლაში მოხვიდეთ და ნახოთ, გაიაროთ პრაქტიკული გაკვეთილებიც. მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ CF Moto და QJ Motors, რადგან ისინი მოტოსპორტის უმაღლეს მწვერვალ MotoGP-ში არიან წარმოდგენილები. მართალია, არა პრემიერ კლასში, მაგრამ Moto2-სა და Moto3-ში მონაწილეობის მიღება იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ ბრენდები, რომლებიც არაპირებენ ჩვენთვის სანდოობის და კარგი პროდუქციის შემოთავაზებას, ამდენად რეკლამაში ნამდვილად არ დაიხარჯებოდნენ. ზოგადად, მეგობრებო, Moto Racing იმხელა თემაა, რომ ცალკე ეპიზოდს საჭიროებს და სამომავლოდ იმედია, ჩემზე კომპეტენტურ ადამიანთან ერთად შევძლებ ამ თემის განხილვას. ბოლო-ბოლო შევეხოთ KTM-ის თემასაც. ბრენდმა ფაქტიურად ოფიციალურად გაკოტრების განცხადება გააკეთა გასული წლის ნოემბრის ბოლოს. ეხლა კი KTM-ის მფლობელი კომპანია თვით გადარჩენის ბიზნესით ცდილობს თავის ინტერესების დაცვას და KTM-ს უწევს დამოუკიდებლად თავის გადარჩენა და რესურსების მოძიება, რაც საკმაოდ რთული იქნება. ეხლა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დეტალურად თუ რის გამო გაკოტრდა და რის გამო ამ დღეში არ არის, არსად ამის ინფორმაცია, მაგრამ ჭორების დონეზე არსებობს ეს ყველაფერი და როცა იქნება დეტალურად ამ ყველაფრის ნახვა და შესაძლებლობა, მე ვისაუბროთ ჩვენც უფრო დეტალურად ამ ყველაფერზე. მოკლედ ჭორები KTM-ზე. სავარაუდო ინვესტორები კი შეიძლება გახდნენ Red Bull, Bajaj Auto, რომელიც არის უდიდესი მომარაგებელი კომპანია როგორც ავტო ასევე მოტოსფეროში და ჩვენი CF Moto, რომელსაც თავად KTM ამარაგებდა თავის ტექნოლოგიებით. აი სწორედ ასე შეიძლება შემოტრიალდეს ყველაფერი და შემოიპაროს უსახელო ბრენდები ბაზარზე. სწორედ ესე უსახელოდ, იმიტომ მოვიხსენებ, რომ ეს ერთ დროს მართლა უსახელო ბრენდი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, არის სანდო, უმაგრესი და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს ბრენდი. მოკლედ ყველაფერი შეიძლება ესე შეიცვალოს და დატრიალდეს. ესე იგი, ევროპული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია KTM იმხელა წნეხის ქვეშ არის, რომ რა ვიცი, მაგაზე საუბარი ზედმეტია და მაგის მიზეზით შეიძლება ყოფილიყო ის, რომ მისი კონკრეტულ მოდელებზე, რა თქმა უნდა, საუბარი, გეტყვით რომელ მოდელზეც, KTM Duke 790, ავსტრიაში აწყობილები, იყო ძალიან ნაკლიანი მოტოციკლეტები, ესე რომ ვთქვათ, დეფექტიანი, რომელსაც სტუკავო იძრავები ჰქონდა რა. ამაზე იწერებოდა 1000 პოსტები ისინი ესენი და ფაქტიურად გამოსავალსაც ვერ ნახულობდნენ, პასუხისგებლობასაც არ იღებდა KTM თავის თავზე. ეს არის ავსტრიულ წარმოებაზე საუბარი და როდესაც ზუსტად იგივე მოდელი KTM Duke 790 იწყებოდა ჩინეთში CF Motos ქარხანაში KTM-ის დაკვირვების და მეთვალყურეობის ქვეშ, მოტოები იყო უდეფექტო, რასაც საერთოდ არანაირი პრობლემები არ ჰქონდა და შეიძლება ამანაც განაპირობა ის, რომ დღეს ამ დღეშია KTM. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის ეს მონაკვეთი დავასრულოთ, რაც ფაქტიურად იყო ჩვენი წინა ეპიზოდის გაგრძელება, სადაც ჩვენ
ვადარებდით ჩინურს, მაგრამ კარგ ბრენდს და ტექნიკას, Honda-ს, რომელიც გგონია იაპონური, მაგრამ იყო სინამდვილეში ტაილანდური. რა თქმა უნდა, იმის თქმას არ ვცდილობთ, რომ ჩინური და ევროპული ბრენდები ერთია, თუმცა ბევრი ჩინური ბრენდი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი და ზევიდან საყურებელი წარმოებელი. მოკლედ, ინდუსტრია ცვლილებების გზაზეა და თუ შენც გსურს, რომ ამ ყველაფერს არ ჩამორჩე, გაიგო უფრო მეტი, აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი, უყურე ვიდეოებს, დაგვილაიქე, დაგვიკომენტარე თუ რას ფიქრობ, რის გადაღებას ისურვებდი, რა გაინტერესებს, რა გინდა. ყველაფერი მოკლედ. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი მთავარი სტუმრის განხილვაზე. ეს არის CF Moto 450 MT, რომელიც არის გასული წლის მოდელი, რომელმაც თავის მოლოდინებს გადააჭარბა და გავიაროთ, განვიხილოთ თუ რა ხდის adventures სხვა მოტოციკლეტებისგან განსხვავებულს. აქვე გეტყვით, რომ ამ მოტოციკლეტს დღეს დეტალურად და ძალიან დაწვრილებით არ განვიხილავთ, უბრალოდ გვექნება იმის შედარება თუ რა განასხვავებს adventures სხვა კატეგორიებისგან. სანამ ტექნიკურ მახასიათებლებს შევეხებით, თავარ ფიშკას გავუსმენ ხალხს აუცილებლად თუ რა ხდის ამ მოტოციკლეტს კიდევ უფრო გამორჩეულს. ამ მოტოციკლეტის ღირებულება არის $6000, $6000-ში იღებ სულ ახალ მდგომარეობაში და ამ მოტოციკლეტის კონკურენტად ითვლება KTM 390 Adventure, რომელზეც ამ მოტოციკლეტს ერთი ცილინდრით უფრო მეტი აქვს და კუბატურაც უფრო გაზრდილია. ამ შემთხვევაში გვხდება 450 კუბი ორი ცილინდრით, KTM-ის შემთხვევაში კი არის 390 კუბი ერთი ცილინდრით. რა თქმა უნდა, 450 კუბი ბევრად მძლავრია და უფრო თავდაჯერებულს ხდის შორ მარშრუტებზე. პირველ რიგში, რაც ეგრევე შესამჩნევია, არის ის, რომ გვხდება სხვა დიამეტრის საბურავები, რაც ქალაქის ვერსიებში არის და სხვა სტანდარტულ მოდელებშია. აქ ხედავთ, რომ უფრო გაზრდილია საბურავის ზომა, ასევე ხედავთ სპიცებიან დისკს და ხედავთ ნახევრად ჩიპიან საბურავებს. ეს ყველაფერი არის კომბინირებული ერთად, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ცუდ საფარზე გადასვლას, თავდაჯერებულობას და ყველანაირი დაბრკოლების გადალახვას. საბურავების გაზრდილი დიამეტრი კი იძლევა უფრო მაღალ ground clearance, რაც სტანდარტული მოტოციკლეტებისგან ძალიან განასხვავებს ამ მოტოციკლეტს საფარის და თვითონ აი ამ წერტილის სიმაღლეს, რაც არის უფრო მეტად საიმედო უგზოვობაზე და ცუდ გზებზე სასიარულოდ არის უფრო მაღალი და ყველა დაბრკოლებას უფრო მარტივად გავართმევთ თავს. Adventures ქარხნულადვე მოყვება აი ეს ბორტის ქვედა დამცავი, აი ეს დუგები, მოკლედ, ყველას მოყვება ქარხნულად. მე პატრონეს აქვს მოხსნილი უკანა მხარესაც, თორემ მთლიანად იყო დადუგული მოტოციკლეტი და დაცული. კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება Adventure-ებზე რაც გვხდება, ეს არის საწვავის ავზი, როგორც ხედავთ არის განიერი, სხვა სტანდარტულ მოტოციკლეტებთან შედარებით, რაც ორ ამას ემსახურება. პირველი არის ის, რომ ჩავასხათ საწვავი იმ რაოდენობით, რომ დავფაროთ შორი მანძილი და არ მოგვიწიოს ხშირად საწვავის ავსება და მეორე, რომ გადავაჯდებით მოტოციკლეტზე, ფაქტიურად ფეხები დაფარული გვაქვს. ქარისგან გვიცავთ, გავაგზავნოთ ქარისგან დაცვის შესახებ და კომფორტის შესახებ. აქ ხდება ჰენდგარდები და ასევე წინასაქარე მინა, რაც ძალიან გვიცავს ქარისგან, ჩვეულებრივ სტანდარტულ ბაიკებთან შედარებით, naked ბაიკებთან შედარებით, რომელსაც ქარის დაცვა არ აქვს. აი ეს ისე გამოიყურება, რომ თითქოს არაფერი ფუნქცია არ აკისრია, მაგრამ ქარს მაგრად გვარიდებს და ესენი კი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელები უბრალოდ არ გაგვეყინოს თუ დამინდებში. ეხლა კი სანამ აქ ვართ, ვისარგებლოთ სიტუაციით და მინდა გაჩვენოთ დეშბორდი. თავის მოუდებით, თუ რა მოუდები აქვს, ვისი გათიშვა შეგვიძლია და ეს შემდეგ. ეხლა გავხსნათ, ნახოთ ჩვენი დისპლეი, თუ როგორ გამოიყურება. ძალიან ლამაზია, მე მომწონს. აი, ეხლა ნახავთ. აქ ჩვენ გვაქვს ABS-ი, რო ჩართული გვაქვს, ჩეკი, ეს ყველაფერი რო დაკოქავ, ჩაქვდება. ზეთიც აქ გვიჩვენებს, იმ შემთხვევაში თუ მოაკლდა რამე, ტემპერატურები, წყლის, საწვავის მოცულობა. შეგვიძლია ამ ღილაკის დახმარებით შესვლა მენიუში, სადაც ხედავთ ზოგადი ინფორმაცია მოტოციკლეტის, შეგვიძლია აქედან რაღაცები დაყენება და ჩვენზე მოგდება. აი აქედან კი შევდივართ ინფორმაციაში, სადაც შეგვიძლია უკვე ABS-ის გათიშვა, შეგვიძლია traction-ის გათიშვა, სულ აი ერთი
კრონკის დაჭერით. კიდევ ერთი განსხვავებული თვისება, რაც ამ მოტოციკლეთში გვხდება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ეს არის ჩანგლები, რომლებიც არის უფრო მასიური და ძლიერი სხვა მოტოციკლეტებისგან განსხვავებით და გვხდება ამ ფასიან მოტოციკლეთში ესეთი პრემიუმ კლასის ჩანგლები, რომელიც არის KYB, რაც აუცილებლად გამოგვადგება უგზოობაზე და ოფროუდზე. კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რაც adventure კლასში გვხდება, ეს არის კომფორტული სავარძელი, რომელიც გათვლილია ჩვენზე და ასევე პოტენციური მგზავრისთვის, რომელიც გამოგყვება ჩვენს მოგზაურობაში და ორივე ვიგზავრებთ კომფორტულად. მოკლედ ძალიან კომფორტული სკამია, მართლა მაგარი ზდომი აქვს. და რავი, აი ისეთია რომ გადმოსვლა არ მოგინდება აქედან რა, ეს მე უკვე გამოვთ. ეხლა კი ბევრი ვიფიქრებთ ალბათ ტურისტვის არის ეს რკინები განკუთვნილი. ჩვენ უკვე წეგან აღვნიშნეთ რომ ამ მოტოციკლეთს ქარხნულადვე მოყვება დუგები, რაც მეპატრონეს აქვს მოხსნილი. ასევე კრონშტეინების გამზადებული მოყვება ამ მოტოციკლეთს. იმისთვის რომ დავამაგროთ ჩანთები და წავიდეთ სამოგზაუროდ. შევძლებთ ბევრი რამის ჩალაგება შიგნით, არის საკმაოდ ტევადი და რავი, სურვილის სამებს შეგიძლიათ დააყენოთ. შეამჩნევდით რომ ცხენის ზალებზე და მსგავს პარამეტრებზე არ გვიშაუბრია. ჩვენ ამ ბაიკს მოვიაზრებთ იდეალურ მეორე ბაიკად, რასაც ავხსნით თუ რატომ. ეს ბაიკი განკუთვნილია უფრო სამოგზაუროდ და ტურებში სასიარულოდ და მცირედი გამოცდილება საკმარისია რომ ამ მოტოციკლეთზე დაждდე. არ არის აუცილებელი რომ ტრასაზე ბევრი გამოცდილება და წყლები გქონდეს დახარჯული და შემდეგ გადმოსდე. რა შეგიძლია პატარა გამოცდილებიდანვე დაიწყო ამითი მოგზაურობა, შორგზებზე წასვლა, უგზოობაზე სიარული და ესე შემდეგ. უბრალოდ მაგიტომ მოიაზრება მეორე ბაიკად, რომ არის ზომაში დიდი, ცოტა მაღალია და ცოტა გამოცდილება მაინც გჭირდება რომ დაждდე ამაზე. ამ ბაიკის მეპატრონესაც მივესალმები. მანაც იგივე გზა გაიარა. მას არ ქონია ბევრი ბაიკთან შეხება და ბევრი გამოცდილება. პირდაპირ ამ მოტოციკლეტით გადაწყვიტა რომ სამოგზაურო სამყაროში გადაშვებულიყო. ეს თქვენთვისაც არ უნდა იყოს ბარიერი და თუ მსგავსი ამბები თქვენ ხიბლავთ, ეს მოტოციკლეტი იდეალური ვარიანტია ამისთვის. ეხლა კი დროა რომ ეს მოტოციკლეტი ცოტა ექშენშიც გამოწყო. ესე იგი, განვიხილეთ ეს მოტოციკლეტი, გავიარეთ ყველანაირ პირობებში, ცადე რავი, აქ რაც ნახეთ გზა, ყველგან ვიარე უგზოობაზეც, გზაზეც და ჩემ აზრს და შთაბეჭდილებებს გეტყვით, არის ძალიან კომფორტული, ძალიან მაგარი მანევრი აქვს, აი ტრასაზეც ძალიან კომფორტულია რა, ამ უგზოობას რო თავი დავანებოთ. აქეთ კიდე ცალკე სიამოვნება ამის მართვა, მაგრამ გზაზეც, ტრასაზეც არის ძალიან სასიამოვნო და თან ამ ყველაფერთან ერთად ეხლა ჩვენი სეზონიდან და ამინდებიდან გამომდინარე, ეს კატეგორია უფრო მისაღებია რა, რომ ეხლა სპორტ ბაიკით ბანზე 300-ით რო ვიაროთ, ვერანაირ სიამოვნებას ვერ მივიღებთ, დავშებით გაყინულები და აქ კიდე ადრენალინი თვისები, არქცივა, რაც მთავარია და ძალიან კარგი მოტოა რა. ჟდომის პოზიციას რაც შეეხება, კი მაღალი მოტოციკლეტი ჩანს, მაგრამ ზედ რო ზიხარ არ იგრძნობა იმდენად რა, აი ჩემი სიმაღლის ადამიანი ფეხს თავისუფლად მიაწვენს ძირს. ძალიან მაგარი მანევრი აქვს, უგზოობაზე ძალიან რბილად და კომფორტულად დადის, აი თითქმის არც იგრძნობა რა, ეხლა ეს საფარი რა, აქ რაც არის და ჩვეულებრივად ყველანაირ დაბკოლებას გაართმევ მოკლედ თავს ამით რა. ნუ ეს გათვლილია ძირითადად ტურებში და არა მთებზე, მაგრამ მაინც შეგიძლია რომ ცუდ გზებზეც ძალიან კარგად ისიამოვნო ამ მოტოციკლეტით. აქვე დიდი მადლობა მოუხადოთ ჩვენ სპონსორებს. ჩვენი სპონსორი არის ამსოილი, ნომერ პირველი ზეთი სინთეტიკებში, ინდუსტრიის ჩემპიონი პერფორმანსში. ასევე მადლობას მოვახსენებ ჩვენს მეორე სპონსორს, Moto ევაკუატორი. ვისი ნახვაც შეგიძლიათ Facebook-ზეც Moto ევაკუატორი, შეგიძლიათ მოძებნოთ, შეგიძლიათ Google-შიც მოძებნოთ Moto ევაკუატორი G. დაუკავშირდეთ ჩვენი სახელით Motoholic-ის პრომოკოდი გამოიყენოთ და მიიღოთ ფასდაკლები. ეხლა კი ყველაზე მთავარი, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი ახალი დადებული ვიდეოები არ გამოგჩეთ. გადაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, დაგვიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, რას არ ფიქრობთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. მომდევნო ეპიზოდი დაიდება ძალიან მალე და გვადევნეთ თვალი.